ქართული ოცნების ბანდა ამ სახელმწიფოს ანგრევს. ქართული ოცნების ხელისუფლება კი არა, ქართული ოცნების კრიმინალური ბანდა და კრიმინალური ბანდის თავკაცი ბიზინა ივანიშვილი ანგრევს ამ სახელმწიფოს აწმყოს, ამ სახელმწიფოს მომავალს და ამ სახელმწიფოს წარსულს. ახლა მოლოდინი გაქვთ თქვენ რა საკვირველია იმასთან დაკავშირებით, რომ მე ბევრს ვისაუბრებ უვიზო რეჟიმის შეჩერების გარდაუვალობაზე. ბევრს ვისაუბრებ იმაზე, რაც თქვა დღეს პრემიერად რომ მუშაობს იმ ბანდიტმა, ჰიბრიდულმა იარაღმა მოშვერილმა საქართველოს წინააღმდეგ ირაკლი კობახიძემ. მან თქვა, რომ ოჯახური ღირებულებები არის ეგზისტენციური საკითხი, ხოლო ვიზითივლით ევროპაში თუ ვიზის გარეშეო, ამას მნიშვნელობა არ აქვსო. მან დაგიმალათ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სავიზო რეჟიმის აღდგენის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება ვიზების აღება მოსახლეობის 99 მსურველთა 99%-ისათვის ობიექტურ და ხშირ შემთხვევაში სუბიექტურ, ან ესე ვიტყვი, სუბიექტურ-ობიექტურ მიზეზთა გამო. ამასთან დაკავშირებით კობახიძემ არ ისაუბრა რა საკვირველია, მაგრამ მე აკი გითხარით, რომ ან ნაკლებს ვისაუბრებ ირაკლი კობახიძე ბანდიტის ამ განცხადებაზე და ვისაუბრებ იმაზე, რომ ქართული ოცნება, ქართული რუსული ოცნება და ამ სინდიკატის, ამ ბანდის ხელმძღვანელი ბიზინა ივანიშვილი ქართულ სახელმწიფოს მის წარსულს, აწმყოსა და მომავალს აკი გითხარით ანგრევს მეთქი, მას სურს საქართველოს სრული დესუვერენიზაცია და მას მიღებული აქვს ბიზინა ივანიშვილის დავალება მოსკოვიდან, რომ დამოუკიდებლად იმისა კვლევები რას აჩვენებს და კვლევები აჩვენებს იმას, რომ ქართული ოცნების ამორჩეველთა დიდი ნაწილიც კი წინააღმდეგება არ ეთანხმება ქართული ოცნების პოლიტიკას, რომლის შედეგადაც ჩვენ ასე მაგალითად გაგვიოქმებენ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას უვიზო რეჟიმს კავშირთან, შენგენის წევრ სახელმწიფოებთან. ამის მიუხედავად, ამისგან დამოუკიდებლად მოსკოვს აქვს ესეთი შეკვეთა მიცემული, რომ სწრაფად მოახდინეთ დესუვერენიზაცია ქართული სახელმწიფოსთვის და სწრაფად გააკეთეთ ისე, რომ ევროპამ თქვას უარი, თავად თქვას უარი თქვენზე, რის შედეგადაც გამოეკანებით და მაიკ ორბელიანივით, როგორც ჩაახტუნეს, ჩააწრინეს მაიკ ორბელიანი თავადებმა მე-19 საუკუნის 30-იან წლებში, ისე ჩაგვიგორდით თუ ჩაგვიწექით იმისთვის, რომ გიბოდიშებთ და არ ვიტყვი სიტყვას, საბოლოოდ აკაროთ პატივი. კარგით, ამაზე არ ვილაპარაკებ, ახლა ვილაპარაკებ სხვა თემაზე, როგორც დაგპირდით. რომან გოცირიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი წერს. დასტურია ეს ყველაფერი იმისა, რომ ესენი უარესისთვის ემზადებიან და მათ შორის ემზადებიან ძლიერი მძლავრი სანქციებისთვის, ოღონდ კობახიძე ბანდიტი გამოვა და ეს ეგზისტენციური საკითხიაო, იტყვის ოჯახური ღირებულებებიო, დარაჩენი ყველაფერი ფეხებზე მკიდიაო. მათ შორის ლარის კურსიც ფეხებზე მკიდია, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობას ფეხებზე მკიდია, მათ შორის ევროპაში ვინც ხართ ახლა, თქვენ როცა რიცხავთ თან ხალხს თქვენი ოჯახის წევრებისათვის, თქვენ რიცხავთ SWIFT-ით. იცით, რას გიხსნით ახლა? იბანი, SWIFT-ი. SWIFT-ის გამოყენებით აღარ ვლაპარაკობ, რომ კომპანიები ამ გადარიცხვის ამ სისტემაზე არიან დაფუძნებული. ეს არის ყველაზე დემოკრატიული, ყველაზე კარგი, ყველაზე გამართული სისტემა. SWIFT-ის ალტერნატივა, ღირსეული ალტერნატივა არ არსებობს. ალტერნატივები კი რამდენიმე არსებობს. რასაკვირველია, მათ შორის აქვს შექმნილი ჩინეთს. ხო და ესენი ქართული ოცნების ბანდა აკიგითხარით უარესისთვის ემზადება მეთქი და მათ შორის ემზადება იმისათვის, რომ საქართველოს შესაძლოა SWIFT-დან ჩახსნა. ეს ნიშნავს, რომ საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, პოლონეთში, სადაც ხართ, აი მოქალაქეებო, ემიგრანტებო, კარგებო, ცუდებო, ჭკვიანებო, უფრო ჭკვიანებო, ლამაზებო, უფრო ლამაზებო, ძლიერებო, უფრო ძლიერებო, თქვენ ვეღარ მოახერხებთ თანხების გადმორიცხვას თქვენივე ოჯახის წევრებისათვის და ნათესავებისათვის, შვილებისათვის თუ მშობლებისათვის, მეუღლეებისათვის, იმიტომ რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას მიხავს ქვეყანა სრული იზოლაციისაკენ და მათ შორის ემზადება იმისათვის, რომ SWIFT-იც შეიძლება ჩაგვიხსნას დასავლეთმა. და რომან გოცირიძე ამ კონტექსტში წერს და საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. საქართველოს ეროვნულ ბანკში სტუმრად იმყოფება ჩინეთის
ბანკთა შორისი გადახდების სისტემის პრეზიდენტი. ეს ორგანიზაცია არის SWIFT-ის ალტერნატივა, სადაც ანგარიშის სწორება ხდება მხოლოდ ჩინურ ვალუტაში და სისტემას აკონტროლებს ჩინეთის ხელისუფლება. რომანი გვამცნობს იმასაც, რომ ეს სისტემა შეიქმნა 2015 წელს, ახლა 10 წლის წინ. და დასავლური სანქციების გვერდის ასავლელად არის შექმნილი ჩინეთის პოლიტიკური გავლენების გასაძლიერებლად. ოცნების რუსულ-ჩინური მე მაინც ბატონ რომანს კი არ ვუსწორებ მაინც და მაინც, მაგრამ მხოლოდ რუსულ რეჟიმს დავარქმევდი, რომელიც სულს ხაფავს, რომელსაც უფრო ზუსტი რომ იყო ის გამოსავალს ეძებს თავისი ჯიქურობის, სიჯიუტის, გაჭედვის და ტვინგაჭედილობისა და გამო, რომ როგორმე ნაკლები ზიანი მიიღოს იმის გამო, რომ მას შესანიშნავად იცის, რომ გარდაუვალია ზიანი. მაგრამ ამავდროულად ეგრეთ წოდებული თავისი პრინციპების, თავისი გაჯიუტების, თავისი ვირზე შეჯდომის დათმობაც არ უნდა. ოცნების რეჟიმი რუსულ-ჩინურ ანტიდასავლურ სივრცეში ინტეგრაციისთვის სრულით ემზადება. ახლა უკვე საფინანსო სფეროში აღრმავებს ურთიერთობასო, ამბობს ბატონი რომანი. ამ და სხვა ქმედებების გამო არის ნათია თურნავა ყველა ქვეყნის სასანქციო სიაში შეყვანილი, როგორც დასანქციების ერთ-ერთი კანდიდატი, რომ წუნდოდეს ამ თამაშიდან ვერ გაბოვა. ბედსა ამინდობილი და სამარეში ჩაყვება თუ ჩაითრევს ივანიშვილი. ჩაყვება ან ჩაითრევს და ნათია თურნავა მე ხიად ვამბობ ამას, არა მარტო დასასანქცირებელია უკვე სამომავლოდ, არამედ ნათია თურნავას ბორკილები აქვს დასადები იმის გამო, რომ მან ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო საქართველოს საფინანსო სისტემა. ახლა ვინმე მისი მომხრე მეტყვის მე რომ ნახე ლარის კურსი მეტნაკლებად შენარჩუნებულიაო და ეკონომისტები და ფინანსისტები უკეთ განმარტავენ რატომ და როგორ უჭირავს ნათია თურნავას ეროვნულ ბანკს ზოგადად ლარის კურსი როგორც ასეთი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დევალვაცია არ არის, მაგრამ ინფლაცია იმდენად მძლავრია და საქართველოს საინვესტიციო გარემო იმდენად სუსტია ან ცუდია, რომ ნათია თურნავას პასუხისმგებლობა და კიდევ ამის გამო, რომ ჩინელები შემოხავს მას და ის აწერს ხელს რეალურად ჩინელების შემოყვანას საქართველოს საფინანსო სისტემაში, არის მისი პასუხისმგებლობა უზარმაზარი, ამიტომ ხაზგასმით ვამბობ, რომ ნათია თურნავა არის ბორკილ დასადები ადრე თუ გია დასაკვირველი ობიექტური პროკურატურისა, ანუ ბრალდებლებისა და ობიექტური სასამართლოს მიერ. ჩინური დელეგაციის მიერ ეროვნულ ბანკში მოლაპარაკებების გამართვა SWIFT-დან გათიშვის რეალურ რისკებზე მიუთითებს, წერს ბატონი გოცინიძე. ვერავითარი ჩინური სისტემები SWIFT-ს ვერ შეცვლის, SWIFT-დან გათიშვა იმ ზომის პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციაში ნიშნავს, რომ ეს ქვეყნის ჩამონგრევის ტოლფასი იქნება. ამიტომ მნიშვნელოვანი ამ რეჟიმის დროული დემონტაჟი. დიახ, ერთ-ერთი თვალსაჩინოება, ერთ-ერთი საფუძმა არგუმენტია თუ მიზეზია საიმისოთ, რომ ეს ამ რეჟიმის დროული დემონტაჟი მოხდეს და ყოველი შემდეგი დღე ამ რეჟიმის არსებობისა ამ ქვეყანაში ნიშნავს ჩვენი ქვეყნის სრულ დესუვერენიზაციას ან დესუვერენიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მე ახლა თქვენ მოგასმენინებთ სალომე ლაბაზის ვარაუდობ და ნამდვილად ასეა პარლამენტის წინ პარტიული გამოძიება განახლდა ოცნების ნამდვილად ასეა არაჩვეულებრივ ესეთ დაკითხვას ბანდიტ ირაკლი კობახიძისა უნდა მოვნახო უბრალოდ. ჯერ ამას ვიტყვი, რომ ვიზა ლიბერალიზაცია ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეს დასჭირდება ვიზა იმისათვის, რომ გაემგზავროს საქართველოდან ევროპაში. ეს კობახიძემ ბრძანა, მაგრამ ამის თაობაზეა ვიდეო სწორედაც რომ და ახლა მე მოვძებნი ბოდიში ამასობაში ბანდიტი პაპუაშვილი შემოხვდა და ის ამბობს, რომ ბრიუსელი გვეუბნებაო, რომ ჩვენ ავყვეთ ცრუ იდეოლოგიას და ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი, რაც არის ტყუილი. ბრიუსელი ამას არ გვეუბნება და ეს არის საქართველოს მოსახლეობის უპატივცემულობა, მაგრამ ასევე დაბოლებისთვის შექმნილი მესიჯი რუსულ სპეცსამსახურებში და შალვა პაპუაშვილი არის რუსული სპეცსამსახურების ჩამომისრიალ და ამასობაში საწავიდა რუსული სპეცსამსახურების თვალსაჩინო წარმომადგენელი აქ სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში და მივედით კობახიძებთან. ეხლა უნდა ხავს ავუწიო და ეს ვიდეო ამ ვიდეოს არა შეარაო უკაცრავად this card. Watch again.
ეხლა საბჭოთა კავშირი უარგუმენტოდ ითხოვდნენ რაღაცებს. ჩვენ გვჭირდება არგუმენტები ყველაფერთან დაკავშირებით. ასე გავიგო თქვენი განცხადება, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და თქვენ ამ კანონებს არ გააუქმებთ. ანუ კანონების რუსული კანონების გაუქმებაზეა საუბარი. ეს იმ პალასაზეა ეს ბანდიტი, რომ პრაქტიკულად ღიად ადასტურებს, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება არანაირ კანონს, არც რუსულ კანონს, არც სხვა რუსულ კანონებს, არც მაუწყებლობის შესახებ შესწორებებს, რომელიც აზრის გამოხატვის საწინააღმდეგოდ არის და აზრის გამოხატვას გვიზღუდავს ჩვენ თავისუფლების მოყვარე თავისუფალ მოქალაქეებს. არც ეგრეთ წოდებულ ქართულ ფარას, რომელზეც თქვეს, რომ აგი ამერიკული და თარგმნითო, თუმცა 38 წელს ამერიკაში მიღებული ფარა, ნამდვილი ფარა არის სხვა კონტექსტში მიღებული და სხვა პრეამბულა აქვს და სხვა სულის კვეთება აქვს. ამ კანონების გაუქმებას ჩვენ არ ვაპირებთ, თუ ამას ამბობს ბანდიტი კობახიძე რეალურად. თუმცა ეს ჩაკითხვაც არა კობახიძის სასალო ბელაბაძის მხრიდან, სხვა მხრივაც არის საინტერესო და მე დაბეჭდებით გირჩევთ, რომ ნახოთ ერთად. რომ ბრიუსელი არ უნდა დაემსგავსოს საბჭოთა მოსკოვს. რა უფლებით ლაპარაკობს ბრიუსელზე, ანუ ევროპის დედაქალაქზე ეს ჰიბრიდული ხლაპუშკა და როგორ ადარებს ბრიუსელს მოსკოვს. ბრიუსელს, რომელიც არის ცენტრი ევროკავშირისა და ამ ევროკავშირში კი შედის გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, რომელი ქვეყანა არა. ანუ ყველა ამ ქვეყნის ხელისუფლებას, ყველა ამ ქვეყნის ხალხს დაახლოებით 500 მილიონი ჯამში ეუბნება, რომ თქვენ რეალურად საბჭოთა კავშირში ცხოვრობთო, ეს ვიგინდა რა კაცი. გადაწყვეტილება უკვე მიღებული გაქვს, რომ კანონებს არ გააუქმებთ. კონკრეტული შეკითხვები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოში იყოს დაცული ფასეულობები, არასრულწლოვანთა ინტერესები და საქართველოში არ დაუშვას. ანუ მას გონია, რომ გერმანიაში, ასე მაგალითად ან ავსტრიაში არასრულწლოვანთა ინტერესები დაცული არ არის. საქართველოში არის დაცული არასრულწლოვანთა ინტერესები, ქართული ოცნების ამორჩევლებს მოგმართავთ და როგორ გგონიათ თქვენ ყველაზე უფრო მაჩანჩალა ევროპულ სახელმწიფოში, რომელიმეში არ დავასახელებ აღმოსავლეთ ევროპიდან არ არის დაცული, ბელგიაში არ არის დაცული, შვედეთში არ არის დაცული. გერმანიაში, საფრანგეთში არ არის არასრულწლოვანთა ინტერესები დაცული, ამას მე გეუბნებათ თქვენ ეს, ამას გაჭმევთ. რევოლუციური პროცესები. ყველა პოლიტიკური პროცესი, ქუჩაში პროტესტი არ არის რევოლუციური პროტესტი. რევოლუცია რო გვდომოდა, ჩვენ ამ რევოლუციაზე წავიდოდით როგორმე და მოვახერხებდით როგორმე. არა, შესაძლოა ეს ბევრს მოეჩვენოს ხმამაღალ განცხადებად, მაგრამ მაინც არავის რევოლუცია ამ ქვეყანაში არ უნდა, იმიტომ რომ შესანიშნავად ვისი გრძე განებდით, რომ რევოლუციური პროცესის დაწყების შემთხვევაში კობახიძე ვიგინდარა და სხვები გასცემდნენ ბრძანებას სისხლის დაღლის თაობაზე. ამიტომ ჩვენ მათ შორის ამიტომაც არ წავედით რევოლუციაზე, თუმცა ესენი რევოლუციასაც იმსახურებენ და ცხვირით დინგით მიწის თხრასაც. და ვიზა ლიბერალიზაციის შეშერების პროცესი შეიძლება დაიწყოს ევროკავშირმა. ამაზე პასუხისმგებელი გამოდის თუ არა, რომ ხართ თქვენ, იმიტომ რომ თქვენ მოგიწოდებენ ახლა ნაბიჯების გადადგმისკენ. იმაზე, რომ საქართველოში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა, სტაბილურობა. მშვიდობა და სტაბილურობა საქართველოში შენარჩუნებული არ არის სწორედაც რომ ქართული რუსული ოცნების მიერ. ის რაც ხდება ჩვენ სინამდვილეში არის რეალურად გამოცხადებული სამოქალაქო ომი, რომლის თანაავტორიც არა მეორე მხარე, არამედ ამ ომის მონაწილე კი არა ავტორი, ამ ომის ინსპირატორი და ვინც ეს ომი შექმნა თავისი რიტორიკით, თავისი პოლიტიკით არის აი ეს ვიგინდა რა კაცი. განვითარება ამას ვარ ჩვენ. ლიბერალიზაციის დაკარგვას არ აუშავს ბატონო ირაკლი. გესმით ეს რა სიკეთის დაკარგვას ნიშნავს საქართველოს მოქალაქეებისთვის? მთავარი სიკეთი არის მშვიდობა და სტაბილურობა. როცა ბრიუსელი შენ გეუბნება, რომ უნდა დათმო მშვიდობა, სტაბილურობა. ტყუილია რომ ბრიუსელი ჩვენ გვეუბნება რომ სტაბილურობა უნდა დავთმოთ. ბრიუსელს რომ სდომოდა ეს ჩვენ არ დაგვეხმარებოდა წლების განმავლობაში. საერთოდ დასავლეთზე გუშინ მამუკა მდინარაძე ვიგინდარამ თქვა, რომ მათ უნდათ რომ ეს ტყუილი რასაკვირველია, რომ რუსულ ხახაში ჩაგვაგდონო. ეს არის ტყუილი, ხო?
დასავლეთს ჩვენი მიტოვება და რუსულ ხახაში ჩაგდება რომ სდომო და აქამდე ჩვენ რუსულ ხახაში აღმოჩნდებოდით 2012 წელს. თორსა დასავლეთმაც გაუპრავა ამათ მოთრევა. ხო? ჩვენ უკვე აღმოჩნდებოდით მაშინ აღმოჩნდით, მაგრამ ჩვენ მანამდე თუ მე აღმოჩნდებოდით რუსულ ხახაში. და ქართულ ოცნებას მისვიხავს სწორედაც რომ რუსული ხახისაკენ პროცესები. Odesats geumnebian გამჭოლობის და დათმო მშვიდობა სტაბილურობა. Odesats geumnebian გამჭოლობის კანონი იცავს ჩვენ სახელმწიფოს სწორედ ასეთი პროცესებისგან, ექსტრემიზმისგან. Odesats geumnebian რომ შენ არ უნდა მიიღო კანონი, რომელიც უცხო ძალებს უზღუდავს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას. ეს რა თქმა უნდა მაგას ნიშნავს, რომ შენ გემუქრებიან სტაბილურობის და შემდეგ მშვიდობის დაკარგვას. შეობასაც კი არ გახსნით, პირდაპირ ამბობთ რომ არ გააუქმებთ ამ კანონებს. დადგება საკითხი, რომ ამ მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზა ლიბერალიზაცია. ნახეთ როგორი ცრუ და მატყუარა დილემა წამოჭრა თუ გვაგვიზიარა გითხრა დელემის წინაშე დაგვაყენა ჩვენ ან მშვიდობა და სტაბილურობა ან უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან და ბუნებრივია აქ შემდგომ ამბობს მშვიდობას და სტაბილურობას ვირჩევთ. სწორედ უვიზო რეჟიმი ევროპასთან მეტი სიახლოვე, ევროპასთან ვაჭრობა, ევროპასთან ურთიერთობა, დასავლეთთან ურთიერთობა არის ჩვენი სტაბილურობისა და მშვიდობის საფუძველთა საფუძველი. ვიგინდარებს ეს არესპით და უკლებრივ ყველანი, ვისაც გჯერათ ამის ხართ მცირე მასშტაბის ან გამოპროტუნებულები, ან ასევე ვიგინდარები მეთქი როგორ გაკადროთ ახლა, მაგრამ მეორე მხრივ როგორ არ უნდა გაკადროთ თქვენ საქართველოს ირიბ თუ პირდაპირ მტრებს, რომლებმაც უღალატეთ ამ ქვეყნის წარსულს, აწყოსა და მომავალს. რა თქმა უნდა, ჩვენ უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობას და სტაბილურობას, ეს ქართული ხალხის არჩევანია. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი თუ არ იარსებებს, ეს ქართული ხალხისთვის საფრთხეა და ვიზა ლიბერალიზაციის ოჯახ სალომე, ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი თუ არ იარსებებს, ეს იქნება საფრთხეო, ეს იქნება საფრთხეო საქართველოს ხალხისთვის და აი ვიზა ლიბერალიზაცია თუ გაუქმდებაო და თუ სავიზო რეჟიმი დაბრუნდება, ეს არაფერიაო. აი ესეთი აი სუსტი კითხვა ვიგინდარა ადრესატი, მაგრამ ვიგინდარა ამ კითხვას არ პასუხობს პრაქტიკულად არანაირად. გარშე დარჩენა არ არის საფრთხე? ბატონო, ვიზა ლიბერალიზაციის გარშე დარჩენა არ არის პრობლემა? ვიზა ლიბერალიზაცია ნიშნავს ჯერ კიდევ ხო გამერ ეს არის შანტაჟი, მაგრამ ვიზა ლიბერალიზაცია ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეს დაჭირდება ვიზა იმისათვის, რომ გაემგზავროს საქართველოსთან ევროპაში. რაჩხმა დანარჩენს. კიდევ ერთხელ ვთქვათ, ვერ გაემგზავრებით, მეგობრებო. საკონსულო საელჩოებთან არსებული საკონსულო დეპარტამენტები ვერ გასცემენ ამ რაოდენობის ვიზას, რა რაოდენობის მსურველიც არის საქართველოსთან უვიზოთ წასვლისა. ვერ გასცემენ, რიგები იქნება, ასე მომზადებულებიც არ არიან, იმიტომ რომ 8 წელიწადია, 9 წელიწადია ეს დეპარტამენტები პრაქტიკულად გაუქმდა, ტექნოლოგიურად, ტექნიკურად და ასე შემდეგ ვერ იმუშავებენ ისე, როგორც უნდა, როგორც წარმოუდგენი არა, როგორც გვასახებს ირაკლი კვებახიძე ვიგინდარა. მშვიდობა, არა უშავს ბატონო ირაკლი, ეს პრობლემა არ არის. ხალხი სამყურნალოდაც არის საზღვარგარეთ. ეს არის ძალიან კარგი კითხვა. 7 რავადგინებ დაახლოებით 7-დან 8000-მდე მოქალაქე მკურნალობს უცხოეთში. რავადგინე ამ რამდენიმე საათის განმავლობაში. და სალომე სწორს ეკითხება, ეხლა კარგად ეკითხება, რომ მათ შორის სამკურნალოდაც დადიან. მათაც ვერ ექნებათ შესაძლებლობა იმგზავრონ ბერლინსა თუ მადრიდში თუ ბრიუსელსა თუ ამსტერდამსა თუ სტოკჰოლმში. სტაბილურობა, მშვიდობა, სტაბილურობა. ისევ დემაგოგია. მათ შორის ოჯახური ღირებულები, ეს არის ეგზისტენციური. კანონი უზრუნველყოფს. ისიც რომელ ვინ ლაპარაკობს ოჯახურ ღირებულებებზე, რომლის თანაპარტიელებიც და გვარები ვიცით, ყველამ ვიცით. რომლის თანაპარტიელებიც ოჯახებს ღალატობენ, მეუღლეებს ღალატობენ. ამაზე ლაპარაკობს პირი, რომელსაც თავად ერთი ინფორმაციით აქვს უსერიოზულესი ოჯახური ღირებულებების დეგრადაცია, დევალვაციის პროცესი უშუალოდ მის ოჯახში. ამაზე ლაპარაკობს პირი, რომელსაც არანაირი მორალი როგორც ასეთი არ ჰქონია, არ აქვს და არ ექნება. ოღონდ თქვენ გატენით ამ ყველაფერს. იმიტომ რომ მეტი და მეტი მისმა კლანმა, მისმა ხელისუფლებამ, მისმა ოცნებამ
დაღაფოს ფული. იმიტომ უნდა თამაც ხელისუფლებაში, ძალაუფლებაში ყოფნა. და არა იმიტომ რომ რაღაცა ოჯახურ ღირებულებებს იცავენ. მოძალადეები ოჯახურ ღირებულებებს ვერ დაიცავენ. ობასა სტაბილურობას ოჯახური ღირებულებების შესახებ თქვენი მიღებული კანონი? ვიზეთ ეს არ არის ეგზისტენციური საკითხი. მაგრამ რასაც ვთავაზობენ რომ მშვიდობა უნდა დაგვირგვიონ, სტაბილურობა უნდა დაგვირგვიონ, ეს არის ეგზისტენციური საკითხები. ამიტომ როცა ეგზისტენციური საკითხი ვამთავრებ მე ვიდეო ბლოგს ამასობაში. გამოსავალი არის ერთი. ამას ვამბობ სულ, მაგრამ მეორე ბლოგია დღეს, მეორე ბლოგია ზედიზედ. როგორც კი 31 აგვისტოს ევროპა გვამცნობს რომ ხო, აი ეს არის ბოლო, რაღაცა ქართულ მოცნებამ პოლიტიკა არ შეცვალა, ამიტომ ევროპული საბჭო მაღალი ალბათობით მიმდინარე წლის დეკემბერში, შესაძლოა ნოემბერში და შესაძლოა ოქტომბერშიც კი განიხილავს თქვენთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს 1 სექტემბერს ჩვენ უნდა ვიხუვლოთ, გამოვიდეთ რუსთაველზე, კოსტავაზე, მელიქიშვილზე, ჭავჭავაძეზე, გვირთა მოედანზე, ევროპის მოედანზე, აღმაშენებელზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ჩვენ უნდა ვიხულოთ და ვთქვათ, რომ არავის შლებით, სანამ ეს ბანდიტები, სანამ ბიზინა ივანიშვილი არ მოისურვებს, რომ ეს ბანდიტი დაკლას პოლიტიკურად და მის ნაცვლად მოიყვანოს ნორმალური ტიპი, ამასთან შედარებით ნორმალური ტიპი, თორემ ქართულ ოცნებაში ნორმალური ვინ არის? ასე მაგალითად დააბრუნოს მას სულარულობირებ უბრალოდ ამასთან შედარებით მართლა ბისმარკია კახა კუჭავა, რომელიც იქნება 3-4 თვიანი მმართველი და 4 თვის თავზე კახა კუჭავა მაგალითად თორე კი არ მივტირი, ის დანიშნავს არჩევნებს. გაუქმდეს პარლამენტი, შეიქმნას დროებითი აღმასრულებელი თუ დროებითი მთავრობა, დროებითი საბჭო, შესაძლოა ან სასურველია გარდამავალი და კოალიციური, ანუ თუ პოლიტიკურ პარტიებს ოპოზიციას ესურვება რომ მონაწილეობა მიიღოს ამ დროებით საბჭოში, ახალი რესპუბლიკის დამფუძნებელ საბჭოში, მოამზადოს ამ საბჭომ არჩევნები მაისის თვეში და ჩაატაროს არჩევნები. ქართულმა ოცნებამ კი არ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. თუ ჩვენ 1 სექტემბერს გამოვალ და უხეშად ვიტყვი ცხადია, 1 დეკემბრამდე რაც არ უნდა გვარბიონ, რაც არ უნდა სისხლი გვასვან, რაც არ უნდა გვეჭხუბონ, გვცემონ და ასე შემდეგ დაგვიჭირონ. თუმცა ამასაც ვერ მოახერხებენ მეთქი, ამას ვიტყვი, ბარემ ვიტყვი, ხო? თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, ეს ყველაფერი დასრულდება. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, სხვადასხვა მიზეზით პოლიტიკოსები ვერ შეთანხმდნენ, ამის ფული არ გქონდა, რაღაცა ჩვენ სხვაგვარად ვფიქრობთ, არჩევნებში უნდა გავიდეთ, მონაწილეობა მივიღოთ გახარია ხაზარაძის ბოსტანში და ასე შემდეგ. თუ სხვა რამეს გავაკეთებთ, ამ შემთხვევაში უვიზოც გაუქმდება და ქვეყანაც გაუქმდება. ახლა ხო, მოდის ვიხდი, აქვე ქართულ ოცნებაშიც უნდა გამოჩნდნენ ტიპები, რომლებიც მაინც და მაინც პარტიულები არ არიან შესაძლოა, მაგრამ მაინც. აი მაგალითად, ცოტა მიჭირს თქმა, მაგრამ მაინც. მე უნდა მივმართო კონსტანტინე გამსახურდიას, რა გაჩერებთ ხელისუფლებასთან არსებულ მნიშვნელოვან განა არა, ბევრი საქმე გაქვთ განა არა, გასაკეთებელი ბევრი გაქვთ განა არა, მაგრამ რა გაჩერებთ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. კი, ბევრი საქმე გექნებათ. მაგრამ თქვენზეც გადმოედება ის ჩირქი და თქვენ სხვა პასუხისმგებლობაც აგაქვთ ყველაფერთან ერთად, თქვენ გარდა იმისა, რომ კონსტანტინე გამსახურდია ხართ თქვენი პიროვანობით და პიროვნულობით. ასევე ხართ ზვიად გამსახურდიას პირველი პრეზიდენტის შვილი, ვაჟი. ხო და თქვენზეც გადმოედება ან გადმოდის პასუხისმგებლობა თითქოს იმ პირზე, რომელიც ამ პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობს, მაგრამ ამ სისტემის ნაწილი კია. და სწორედ თქვენ და თქვენის თანებმა უნდა გახეთქონ პატარა პროტესტის დონეზე მაინც ეს ქართულ-რუსული არა რუსული ოცნება.